მეგობრებო, დღეს ჩვენ ვიღებთ Brawl Stars დიდი ხნის შემდეგ, მეგობრებო. გვეღირსა Brawl Stars კი არა, YouTube-ზე დაბრუნება 5 თვე, არ დაგვიდია თუ თითქმის 6 თვეა. მაგრამ რას ვიზამთ, მაგრამ სანამ ავდებდით Brawl Stars-ში, ისე ავიკაჩეთ. შეიძლება ჩემი ძმა ნახოთ ახლა ჩემი ძმის აკაუნტი არის ესეთი თასებზეც დააკვირდით. არ ყავს ახლა ბევრ თასზე, მაგრამ მალე დაიწყებს 1000 თასებზე და ვნახოთ. ახლა გაჩვენებ ჩემი აკაუნტს, ესაა ჩემი აკაუნტი. შეიძლება უნდა ავიყვანო შემდეგ 1000 თასზე, მაგრამ ჯერჯერობით ამყავს სპაიკი. სტუმ ყავს ყველა ბრაულერი, როგორც ხედავთ, ყავს ძალიან ცოტა თასზე, ზოგი ვაფშე 0-ზე მყავს და ამას აგიხსნით უკვე ძალიან მალე. მოკლედ მეგობრებო, ვერ ვაპაუზებთ და წეგან შემთხვევით ვიდეო გამოვთეთ, რადგან ვერ დავაპაუზეთ ეს ვიდეო, ამიტომაც შეიძლება ისევ იმ რაღაცის გადმოწერა მოგვიწიოს და იმედია ასე არ იქნება, მაგრამ კაი, დავიწყოთ მოკლედ უკვე თამაში. მოკლედ ჩავუწიოთ ბოლომდე ტელეფონის ხმას. მოკლედ მეგობრებო, როგორ ახართ? რავი, მე კარგად ვარ და ანუ ახლა ბევრი იტყვით, სადაიკარგა ეს ბავშვი, აღარდებს ვიდეოებს ხიარულობდით. შეიძლება არც ხიარულობდით. ხო, არა ლაიქებთ და ნახეთ სანამ აქ არ ვიყავით, ავიკაჩეთ Brawl Stars-ში და კიდევ რატო არ ვდედი ვიდეოებს. არ ვიცოდი რა გადამიღო, არც მიწერდით, მაგრამ მე სანამ არ ვიყავი, თქვენი აზრით მე ვაკონტროლებდი თუ არა არხს. დიახ, ვაკონტროლებდი და ვარჩევდი რომელს უფრო მეტი ლაიქი ქონდა რომელ ვიდეოს. და ერთ-ერთი ვნახე Brawl Stars. Brawl Stars როგორც ჩანს მოგწონთ, თან ბევრი ნახვები აქვს და მაგრამ ლაიქები არ აქვს რა, მოკლედ ბევრი ნახვა აქვს, მაგრამ ლაიქი არ აქვს. 3 ლაიქი რო ქონდეს, მაინც დავდებ ვიდეოს რა. რადგან ჩემთვის ეგ 3 ლაიქიც კი мотиваციაა და 1 ლაიქიც კი. და იმედია დაალაიქებთ მეგობრებო, ბევრი გამომწერია გვემატა უკვე 3 გამომწერი. ჩემთვის ეგ უკვე ბევრია მაინც, რადგან ცოტა გამომწერები გვყავს და 3 მაინც ბევრია ჩემთვის, რადგან ბოლოს არ გვემატება ბრაულერები და ხო რა. ჩემ ძმასაც კითხეთ, თუ გინდა ძალიან იშვიათად თუ აგვემატება 1 გამომწერი მაინც. ამიტომაც გამოიწერეთ ხოლმე და ახლა ჩემ ძმას რაღაცის თქმა უნდა. სადაიკარგნენ ეს ბავშვებიო. იმიტომ წავედით YouTube-დან 6 თვე, რომ ლაიქები არ იყო და არც გამომწერები. დიახ და თან. არ ვიცოდით რა გადაგვიღო, ხო ლუკა? ხო. ამიტომაც აღარ ვიყავი, რადგან კომენტარებს არც წერდით და თან Brawl Stars-შიც ვიკაჩებოდით და არ გვეცალა თან. არ დადეგები იყო, მაგრამ არ გვინდოდა ვიდეოს გადაღება საერთოდ, რადგან არ მქონდა მისი мотиваცია, რადგან არ იყო ლაიქები. თან როგორც გითხარით უკვე არხზეც ვიყავი და ვნახულობდი ჩვენ ვიდეოებს, რომელს უფრო მეტი ნახვა ქონდა. ქონდა რამდენიმე ვიდეოს ბევრი ნახვა, მაგრამ ყველაზე მეტი ნახვა Brawl Stars ქონდა, ასე რომ ვთქვათ რა. ხო და ამიტომაც დავიწყე ახლა Brawl Stars-ის გადაღება და მითხარით ყველა ვიდეო წავშალო და ის Brawl Stars-ის ვიდეოები დავტოვო და Brawl Stars-ის კონტენტი დავიწყო და არ წავშალო ვიდეოები და უბრალოდ ყველა ვიდეო გადავიღო, რაც კი შემიძლია თუ მხოლოდ Brawl Stars-ის კონტენტი. თუ გინდათ არ წავშლით და უბრალოდ Brawl Stars-ის კონტენტს გადავიღებთ მეგობრებო. მეგობრებო, Night-ის განახლებაზე უბრალოდ Roblox-ში შევარ და მაგ ვიდეოს გადავიღებ. არა, Night დაიგეთებს აღარ თამაშობთ მე და ლუკა რა, ხში იშვიათად რა. მოკლედ ეს არის ჩემი ტელეფონი მოკლედ რა, ლუკა ჩემი ძმა თამაშობს ჩემი ტელეფონით, რადგან მე ჩემი ტელეფონზე არხი არ მაქვს და თან მესენჯერში რო გვყავს ერთმანეთი დამატებული, ვერ ვუგზავნი, რადგან 48 წამიანს უგზავნის მხოლოდ და ეგ ცუდია და ამიტომაც სულ თამაშობ ჩემი ძმის ტელეფონით, Roblox-შიც და ყველგან მოკლედ რა და Instagram-ი წავშალე, აღარ მინდოდა. რა თქმა Instagram-ი რათ. Instagram-ია რა. და თან ჩვენთვის არა პატარა ვარ, ჯერჯერობით. 11-ის ხარ. 11-ის ვარ, მაგრამ მაინც პატარა ვარ Instagram-ისთვის, 14-ის მაინც უნდა ვიყო ჩემი აზრით, მაგრამ რავი, უბრალოდ დავიწყე, რომ იქაც არხი მქონოდა და რავი, დიდი აქტიურობა იყო მან. ანუ არ იყო აქტიურობა მერე რა, ანუ როდესაც დავიწყე, ისეთი აქტიურობა იყო 3 საათში ვიდეოს ქონდა 200 ნახვა.
200 ნახვა ქონდა რა. ხო და 200 ნახვა ქონდა მეგობრებო და შემდეგ ისე დაიწია. მე აიწია ესე 1000, 2000, ვაფშე ერთ ვიდეოს 76000 თუ რამის 1 მილიონი ნახვა ქონდა და 68000 ლაიკი, 6-7 ლაიკი ქონდა მეგობრებო, მაგრამ შემდეგ დაიწია აქტიურობა 50 ნახვა, 3 ნახვა, 7 ნახვა, რავი 100 ნახვაზე ძლივს ადიოდა. მეგობრებო, აი ჩვენ გაიქნება აი ძალიან დიდი თხოვნა რომ გამოიწეროთ არხი და დაალაიქოთ ეს ვიდეო. ეს ვიდეო ავიყვანოთ 20 ლაიქზე. დიახ მეგობრებო, მართლაც გეუბნება ჩემი ძმა, რადგან ძალიან გვჭირდება ახლა мотиваცია რომ გავაგრძელოთ. ანუ თქვენ თუ გინდათ გამოგვიწერეთ. ჩვენ ძალიან გვინდა რომ გამოგვიწეროთ, რადგან ანუ ვიდეო ფიზიკურად ვეყარდებთ. ჩემ ძმას უთხარი, ანუ აქ შეხედეთ. ყველაზე კაი არის, ანუ დაგვიწერეთ კომენტარი, დავწერეთ ჩემ ძმას, რომ აიღოს ქროუ რა. სენდი აიღო და რავი რა. მეგობრებო, რაღაცა უნდა გითხრათ. ეხლა თქვენ გადასაწყვეტია უყურებთ თუ არა ჩვენ ვიდეოებს. გამოიწერეთ უბრალოდ აი ნახეთ მესმის შეიძლება ზოგს არხი არ გაქვთ შექმნილი. აი უყურეთ, მაგრამ ვისაც არხი გაქვთ შექმნილი და შესაძლებლობა რომ გაქვთ გამოგვიწეროთ და ვიდეო დაგვილაიქოთ, რატომ არ გვილაიქებთ? პირიქით мотиваციას გვაძლევთ მაგით. თუ დაგვილაიქებთ და გამოგვიწერთ, შეიძლება ჩვენც გამოგვიწეროთ, შეიძლება კი არ გამოგიწერთ, მეგობრებო. თან მეგობრებო, თქვენ არც ჩვენ ამdishom თქვენთვის რომ ვიდეო დავდოთ, ხო არ? ხო, ბევრი ის უნდა რა, შეიძლება თქვენთვის წუთები უნდა, მაგრამ ჩვენთვის ამოჭრა რამე რუმე სიმღერის დაყენება. ახლა სიმღერის დაყენებაც უნდა დიახ, ხმა თუ არ ქონდა ვიდეოს. თქონდა უნდა. და მოკლედ დავიჭიროთ ეს, იქით აქეთ არის ნიტა, იქით ეპრიმო. მოდი. ჩემს ძმას ყავს სპაიკი. ჩემ ტელეფონით თამაშობს. ხო, მე მყავს სპაიკი თამაშობ. ვაჟიკო არის ახლა ჩემი აკაუნტით. ხალხო ვინც არ იცის, მე მყავს ქროუ და 4 ლეგენდარი მყავს რა, მეგობრებო. კენჯიც ყავს მეგობრებო, ვინც არ ვიცით, მე შევხვდი ნიკა TM-ში და ანუ ჩემი ოცნება იყო, ასე რომ თქვა და მაგის ზონაში გადაიხადა ჩემმა ძმამ და ძლივს ავისრული ოცნება და შევხვდი ნიკა TM-ს, მეგობრებო და 4 კაცი 100 ლარი, მეგობრებო, მე როგორც ვიცი და შეიძლება მეტი ღირდეს და ახლა არ დამანაშაულოთ იმაში, რომ 200 და 300 ლარი ღირსო, რადგან არ ღირს ახლა ეგეთი ძვირიც, მაგრამ არ ვიცი ზუსტად რა ღირს, მაგრამ რო ვიცი 124 ლარი. მეგობრებო, ნიკა TM-ს აჩია, ხო. ნიკა TM-ჯმაც თქვა, რომელ ქუჩაზე არის მისი გეიმინგ კაფე რა. მოკლედ, ახლა ჩვენ ვითამაშეთ Brawl Hokkeys რა. და დავიწყოთ მოკლედ თამაში. უკვე ჩემ ძმას ნახეთ უბრალოდ რამდენი რამე შეუსრულე და უყურეთ 1000-ზე ავიყვანე უკვე და მალე სენდი მეყოლება. მალე უნდა დავასრულოთ ვიდეო, რადგან ბევრ წუთიანს ვერ ვიღებთ. ლუკას აიჩია ეს ტური? მე ვირჩევ ტურებს. თუ გინდა იმას გიზავ რა. სხვა ბრაულერი მინდა. არ გყავს ლეონი? არა, იჩიო რა სხვა ბრაულერი. მაგით უნდა. მე ლეონი უნდა ავიყვანო 1000-ზე და შეტყვა ერთში იქ რა. ვაშინე გამიყვანე 500-ზე. ეს. მოკლედ მეგობრებო, როგორი წესი დავადგინე, იცი? მოკლედ რა, თუ ბრაულერი მყავს 500-ზე, 100-ზე, ავიყვან 500-ზე, მოკლედ რომ არ ვიწვალო ახლა მთელი 2 კვირა რომ ავიყვანო, რადგან ჩემთვის ძნელია მოკლედ რა, არ მაქვს იმდენი დრო რომ ერთ დღეში 500-ზე, 1000-ზე ავიყვანო, ამიტომაც რომელიც 500, 600 და 700-ზე ავიყვან ეგრევე 1000-ზე. მეგობრებო, კიდე თუ გინდათ ვლოგები, დაწერეთ კომენტარებში. ვლოგებს გადავიღებთ აი სადმე სტადიონზე თუ წავალთ ან რაღაცა ეგეთს რა. და ხო რა, გოლებზე იქნება რა რამე ჩელენჯი. ხო, ჩელენჯები იქნება მეგობრებო. თუ მინდათ ბრაულსტარში რამე ჩელენჯი იქნა და თუ რამე ასე ჩელენჯი. მოკლედ გვიახლოვდება. მოკლედ რა, ხანდახან ბრაულერების სახელები მოვიწყდება. ამას ტყუპებს ვიძახი ხოლმე, რადგან აზრზე არ ვარ, რა ქვია, რადგან არც მაინტერესებს რა ქვიათ. ანუ მაინტერესებს რაც ქვიათ, მაგრამ
რავი რა. კარელიუსი თუ ვიღაცა რო არის, ეგ ბრაულერი მინდა ყველაზე ძალიან. შეხამის რო. კაი. მიდი ლუკა. ვახ, ვერ გაიტანა. მოკლედ წაიკითხავდით რა მაწერია. მეგობრებო, როგორც იცით ახლა მე იმას პასი რომ მივეცი. პასი არც მინდოდა რომ მივეცი, მაგარი რაღაცა. მოკლედ ნახეთ ლუკას უბრალოდ სანამდე აქ აწეული ეს დარტყმები და ისინი რა, რადგან ხელს მიშლის ასე რომ ვთქვათ ლუკასის რა. ამიტომაც უნდა შეცვალო. და თან ვიც არიცით როგორ უნდა შეცვალოთ ესენი. ან თუ მე მარც ცაცია ხართ, გაჩვენებთ ახლავე და მაგაში დავხარჯავ ამ დროს. ბევრი ხელი გამოგვივიდა, იმედია. ჩემს მას სამწუხაროდ ნომერი არ აქვს და როდესაც ექნება ნომერი, აუცილებლად უფრო კარდის რო გვაქვს, რამე სკოლკარდი ხო მეგობრებო. რამე მე იოს ვიზავთ, რამე ჩემს ვიზავთ. ასის რო კონდეს ჩემი და თუ გინდათ ბრაულფასის იმას გავაკეთებთ ვიყიდით. ოპა რა მაგარი გოლი. თორე უნდა ავიყვანოთ 1000, უნდა ავიდეთ 1000 გამომწერზე, თორე არ ვიცავს მაგას. ოვაი. 1000 გამომწერზე არა, მაგრამ 100 გამომწერზე, ან 50 გამომწერზე. არა. რას ვიზამთ? იმას ვიყიდით, ბრაულფას ვიყიდით და ისინი გვექნება ყუთების ისა რა, გახსნა. ხო, მაგრამ მეგობრებო, მაგისთვის 200 გამომწერი გვინდა 300 რა. 200 არა, მეგობრებო, 1000. 1000 არა, ხა 1000 ბევრია ძალიან მეგობრებო. ბიჭო. ბევრი არის თორე. კაია რა. ხო, ახლა მართალია ჩემს, მაგრამ მოკლედ 200 გამომწერზე ვიზობთ, რადგან 1000 ბევრია ძალიან. კაი, მეგობრებო, 200 გამომწერი იყოს. თორე 200-ზე ძალიან ავაქვს. ბიჭო, ჯერ 20-ზე ავიდეთ და ეგრე გავაგრძელოთ 1000 გამომწერები. ხა მეგობრებო 200 იყოს რა. მოკლედ ახლა გასწავლით რა, მოკლედ ვინც არ იცით რა, ახლები ვინც ხართ რა. მეგობრებო, შეიძლება ვერ ვიყიდოთ, რა ვიცი მე. შევდივართ აქ, შემდეგ ვაჭერთ settings. შემდეგ ვაჭერთ მაგას გაკეთება მე. ზუსტად. აი edit controls. ბიჭო, მაგის გაკეთება მე ვიცი. მოკლედ შევედით, ასე რომ ვთქვა, შელითი ვართ რა. და რას ვაჭერთ? edit controls. ხო. exit-ის გვერდზე. რო ამას როდესაც ვაჭერთ, მოვენთ და გადაცვლებზე არის კიდე ესე რა, დაბრუნგამებული. მე ესე ვარ. მოკლედ ლუკას ახლა რაღაც უნდა შეუცვალო, თორე არა. აი ესენი უნდა შეუცვალო. ბიჭო, ნუ მიცვლი, კარგად თამაშობ ისედაც. უნდა დაგიპატარო. შენ ტელეფონი ხო არა? იყოსო. მოკლედ ლუკას არ დონადია და ამიტომაც rest დავაჭირო და exit. მოკლედ ეს იყო დღევანდელი ვიდეო, იმედია კაი ვიდეო გამოვიდა. კიდევ ერთხელ გაჩვენებთ ჩემ აკაუნტს და ლუკას აკაუნტს, მოკლედ. აი ესეთი ბრაულერები მყავს, თუ გინდათ თასებსაც გადახედეთ. იტყვით ახლა რომ შეიძლება თქვათ რომ რა ცოტა თასები აქვთ, იმიტომ რომ მეგობრებო, ნახეთ 1000 თასზე რომელი ბრაულერიც ყავს, მაგაში ვახარჯავდი დროს. ახლა ამყავს სპაიკი და 600 რაღაც თასზე მყავს. შემდეგ უნდა ავიყვანო ბული 500 თასზე და შემდეგ 1000-ზე, შემდეგ შელი უნდა ავიყვანო 700 თასზე და მერე 1000-ზე, მერე ეპრიმო და ასე უნდა გავაგრძელო და შეიძლება მანამდე უფრო მეტი ბრაულერი მყავდეს და დღეს ულტრათი კენჯი დავაგდე. 1 ულტრათი და დღეს სულ ეს იყო და დაგემშვიდობებით. კარგად! ნახვამდის და